მოგესალმებით. მინდა საზოგადოებას გაუზიარო ინფორმაცია სამთავრობო ცვლილებასთან დაკავშირებით. ბატონმა ირაკლი ქარსალაძე მიიღო გადაწყვეტილება სახელმწიფო თანამდებობის დატოვების თაობაზე და შესაბამისი თხოვნით მომართა გუშინ, რაზეც ჩვენ გქონდა საუბარი. მე მინდა პირველ რიგში მადლობა გადავახადო ბატონ ირაკლი ქარსალაძეს, რომელიც წლების განმავლობაში ძალიან დიდი წარმატებით ხელმძღვანელობდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. მთელი წლების განმავლობაში მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა მრავალი უმნიშვნელოვანესი პროექტი საავტომობილო გზების, წყალმომარაგების, ხარინარჩენების მართვის, საგანთულო და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების, მუნიციპალური განვითარების და მრავალი სხვა მიმართულებით. კიდევ ერთხელ მინდა ბატონ ირაკლის ძალიან დიდი მადლობა გადავახადო მის მიერ გაწეული საქმიანობისთვის და ძალიან ბევრი წარმატებული პროექტისთვის, რომელიც მისი ხელმძღვანელობით და მის მიერ განხორციელდა. მე მინდა წარმოგიდგენოთ ბატონ ირევას სოხაძე, რომელიც დაინიშნება დაინიშნა უბრალოდ ინფრასტრუქტურის მინისტრად. ბატონ ირევას სოხაძე მოგეხსენებათ არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის სტაჟიანი წევრი. მას აქვს განათლება მიღებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჯერ მედიცინის, შემდეგ ფინანსების სპეციალობით. ირევას სოხაძე წლების მანძილზე მუშაობდა კერძო სექტორში, მაღალ მენეჯერულ პოზიციებზე. 2017 წლიდან ბატონ ირევაზე არის თბილისის საკრებულოს წევრი, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი და თბილისის საკრებულოს ურბანული განვითარების კომისიის თავმჯდომარე. მე მინდა ბატონ რევას უსურვო წარმატებები ინფრასტრუქტურის მინისტრის პოზიციაზე. მე მინდა პირველ რიგში სიტყვა ვთხოვო ბატონ ირაკლის და კიდევ ერთხელ მადლობა მას საქმიანობისთვის. მოგესალმებით. პირველ რიგში ბატონ პრემიერ-მინისტრო უღრესი მადლობა ასეთი მაღალი შეფასებისთვის, თბილისის სიტყვებისთვის. რა თქმა უნდა, წილად ხვდა ბედნიერება და პატივი, რომ მონაწილეობა მიმეღო ქვეყნის აღმშენებლობაში. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა და ბუნებრივია ამ შესაძლებლობებისთვის მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მთლიანად ოცნების გუნდს და რა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესია ის შედეგები, რაც მივიღეთ. რეალურად შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა განვითარების თვისობრივად უფრო მაღალ დონეზე ავიდა, რაც რა თქმა უნდა აუცილებლად გაგრძელდება და კიდევ უფრო დაწინაურებული და კიდევ უფრო წარმატებული იქნება. ბუნებრივია შეუძლებელი იქნებოდა ამ მიზნის მიღწევა და ამ ამოცანების შესრულება, რომ არა ერთიანი ძალისხმევა და გუნდი და ბუნებრივია მინდა დიდი მადლობა გადავუხადო სამთავრობო გუნდს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, თვითონ ჩემ კოლეგა მინისტრს, მათ მოადგილეებს, რა თქმა უნდა სამინისტროს ყველა იმ ადამიანს, სამინისტროების, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული და ამ ძალისხმევით ხდებოდა სწორედ ამ შედეგის მიღწევა. ბუნებრივია ძალიან დიდი მადლობა საპარლამენტო გუნდს, ბატონი შალვა ბაბუაშვილის ხელმძღვანელობით და თითოეულ დეპუტატს, რომელიც ასევე ძალიან აქტიურად იყო ჩართული. და რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, იმ პროფესიონალს, რომელიც რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მუშაობდა და მუშაობს და მხარდამხარ ვახორციელებდით ამ საქმეს. რა თქმა უნდა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, რა თქმა უნდა, მუნიციპალური განვითარების ფონდის, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, ხარინარჩენების მართვის კომპანიის, ყველა კონტრაქტორს და ყველა იმ პროფესიონალს, რომელიც ასრულებდა ღირსეულად, წესიერად და პატიოსნად ყველა იმ საქმეს, რომლის შედეგადაც ჩვენ ასეთი უპრეცედენტო ნამდვილად პროექტების განვითარების, ასე ვთქვათ, ეტაპი გადავლახეთ და რა თქმა უნდა გრძელდება ეს ყველაფერი, რაშიც ბუნებრივია ბატონ რევას მინდა დიდი წარმატება უსურვო, გამომდინარე იმ დიდი მნიშვნელობიდან, რომელიც ამ პროექტებს გააჩნია. მიმდინარე არის ბევრი, ასევე ბევრი ახალი პროექტი, შესაბამისად დიდი წარმატება თქვენ და ჩვენს ქვეყანას და მთლიანად ჩვენს გუნდს. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც გულშემატკივრობდა და ასევე ობიექტური, ასე ვთქვათ, კრიტიკით გვავსებდა იმისთვის, რომ კიდევ უფრო უკეთესები ყოფილიყავით. დიდი მადლობა.
დიდი მადლობა პირველ რიგში ბატონო პრემიერ-მინისტრო გამოცხადებული ნდობისთვის. მე კარგად მესმის თუ რამხელა პასუხისმგებლობაა აღნიშნულ სამინისტროს უხელმძღვანელო. ასევე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ბატონ ირაკლის, იმიტომ რომ მთელი ქვეყანა ხედავდა ამ წლების განმავლობაში თუ რამდენად დიდი საქმე კეთდებოდა ამ მიმართულებით საქართველოში. ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაუხადო ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს, მერს, საკრებულოს წევრებს, მერიის თანამშრომლებს წლების განმავლობაში მე მქონდა საშუალება მათთან ერთად ამ ქალაქში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განგვეხორციელებინა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონო ირაკლი, მთელ გუნდს თქვენ ამ ნდობისთვის და იმედია რომ ჩვენი მოღვაწეობა წარმატებული იქნება.